სიონის ტაძარში მოქალაქეების უწყვეტად მიდიან უწმინდესის საფლავზე და მის მიმართ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავენ. სასულიერო პირები ყოველდღიურად იხდიან ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. ასე გაგრძელდება უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ილია მეორის საფლავთან მოქალაქეების მიახლოება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. რაც შეეხება ტაძარს, ის ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდეა ღია მრევლისთვის. Patriarchთან დაკავშირებით ალბათ უსასრულოდ შეიძლება რომ ვისაუბროთ. ფაქტობრივად ეს დღეები და კიდევ ბევრი დღე გაგრძელდება ტკივილიანი ზეიმი. ასე დავარქვი. მადლობა ღმერთს, რომ მე ტერიტორიულად ახლოს ვარ და ვაპირებ, რომ ყოველ დღე მოვახერხო მოსვლა. და ვისურვებდი, რომ თითოეულმა ქართველმა, არ ვიცი, ევედროს პატრიარქის სულისთვის რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა მის გარეშე ცხოვრება და ესეთი შეგრძნება მქონდა ყოველთვის, რომ ყველა ასპექტში, ყველა კუთხით მფარველი იყო ჩვენი ყველა მხრიდან, მთელი ერის. და ძალიან განვიცდი და დღეს მინდოდა, რომ მის საფლავთან თან პირველ შეწირული ტარდებოდა და რომ მოსულიყავი. იმდენად დიდი იყო უწმინდესი ყველასთვის, რომ მე მგონი ყველას წილი უწმინდესი იყო შემიძლია ვთქვა და მე რა ვიცი, ჩემს ნაწილს ყველანაირად ვცდილობ, რომ მას პატივი მივაგო და როცა შემიძლია, ფაქტობრივად ყოველდღიურად ვახერხებ მოსვლას სიონის საკათედრო ტაძარში და პატივს მივაგებთ მას. ჩვენ ახალგაზრდობას გამოვეთხოვეთ ერთგვარად უწმინდესთან ერთად ჩვენ აქ გავიზარდეთ, აქ დავიწყეთ პირველად ეკლესიური ცხოვრება და ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაქვს ბედნიერება, რომ ძალიან ხშირად ჩამოვიდე მისი უწმინდესობის განსასვენებელთან და გამოხატო ჩემი უსაძრო დიდი მწუხარებაც და ამავე დროს მადლიერებაც იმისათვის, რაც ამ დიდმა კაცმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გააკეთა.